პირველი სტუმარი უკვე შემოგვიერთა გიორგი მშვენიერაძე დემოკრატიის მცველების ხელმძღვანელი. მოგესალმებით გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობ თქვენ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის იმ 7 ორგანიზაციის შორის, რომელიც დაყადახდა გუშინ, ხო, პროკურატურის განცხადების ანგარიშებით დაყადახდა, კი. ძალიან მძიმეა ის ბრალდებები, რაზეც ამ განცხადებაში არის ლაპარაკი. რა არის თქვენი მოლოდინი? რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ? ახლა კი დასვენების დღეებია და არ ვიცი რამდენად აფერხებთ მათ ეს, რომ შემდეგი პროცედურები განახორციელონ, მაგრამ რასელით შემოვლენ ორგანიზაციებში, არ ვიცი, დაკავებებს ნახავთ, დაკითხვებს, თქვენი მოლოდინი როგორია? პირველი, რაც უნდა ვთქვათ, რა არის მიზეზები, მოტივები, რატოც ამას ხელისუფლება აკეთებს, ეს ეხლა არ დაწყებულა ეს პროცესი ჯერ ვერბალურად 2023 წლის დადგომამდე იყო წარმოებული ხელისუფლების მხრიდან. მსგავსად ისე როგორც ამას აკეთებდა პუტინი რუსეთში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა გაექრო სამოქალაქო საზოგადოება, გაექრო ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან სხვა ადამიანებს, დაიცვან თავი ხშირ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი უკანონობებისგან, დაიცვან თავი მაშინ, როდესაც არ მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა სერვისებზე, რომელიც პასუხისმგებელი სახელმწიფოა, ებრძვის და ეწინააღმდეგება ორგანიზაციებს, რომლებიც ამხელენ სწორედ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების პირად მოხმარებაზე არიან გადასულები ნაცვლად იმისა, რომ ეს მოხმარდეს საჯარო საქმეებს და ეს ცხადია მათთვის სერიოზული პრობლემაა მათ საქმიანობა ავტორიტარულ რეჟიმებში. ეს დაიწყო როგორც თქვი 2023 წლამდე, თუმცა 23 წლიდან თქვენ ხედავდით და მთელი საზოგადოება ხედავდა, რომ ეს იყო მთელი კანონების ციკლი, რომლის მიღებასაც ცდილობდა, მთელი ციკლი, რომელშიც კანონების მიღებას ცდილობდა და მან ერთ რამეს ვერ მიაღწია, ვერ გააჩერა ადამიანები, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა, რომლებსაც უყვართ ქართველი ხალხი და რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის, რომ არავინ, ვისაც ხელისუფლება ჩააგრავს, შეძლების დაგვარად არ დარჩეს და ვერ მიიღო აგენტებად დარეგისტრირებული ადამიანები. კლიშეების მიწებება ცხადია, არ ახალია. ჩვენ ეს საქართველოში არაერთხელ გვინახავს, თუ კი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ და თვალს გადააოლებთ, მათ შორის ბოლო 100 წლის ისტორიას, არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები თუ არა სხვას, იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, გამოეცხადებინათ სხვის ინტერესების გამტარად, არაფერი გვინახავს სხვა თუ არა რაშტა დანაშაულებდნენ თავის დროზე, რა ვიცი, მერაბ კოსტავას მაგალითად, ზვიად გამსახურდიას, ხო, ზუსტად იგივე ხდებოდა დისიდენტებთან მიმართებაში. ამიტომ ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს ბევრად ფხიზელია, ბევრად მობილიზებულია, ვიდრე ეს იყო თუნდაც საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, განსხვავებით მისგან უფრო მეტად დგას დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ წარმოადგენთ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, რომ უჭერდეთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს ბოლო ამბები რაც ხდება, კიდე პირდაპირ კავშირშია სწორედ ამ საკითხებთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ესეთი აგრესიული ნაბიჯი მათ შორის განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას გავაგებინოთ ის საფრთხეები, რომლებიც უახლოეს მომავალში შეიძლება ემუქრებოდეთ, სწორედ უვიზო იმოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით და რომლის ნამდვილი მოტივები შესაძლებელია უკავშირდებოდეს, სწორედ შესაძლებელი არა. ნამდვილად უკავშირდება ხელისუფლების იმ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული საზოგადოება ბოლო წლებია ხედავს. კი, აი ამაზე კიდევ ვკითხავთ, მაგრამ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ ახლა, იმიტომ რომ ნახეთ ცოტა ხნის წინ ფონდებში იყვნენ ისინი შესულები. სახლებში შევიდნენ ამ ფონდების წარმომადგენლებს. ამ განცხადებაშიც, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნეს, ხაზგასმით არის ლაპარაკი ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, ხო? ანუ მათთვის ეს ადამიანები ეს არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო, არავისთვის ცხადია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზაციისთვის ანგარიშების დაყადაღება ეგ ნიშნავს ფაქტობრივად, რომ შენ აღარ შეგიძლია გადაიხადო იჯარა, შენ აღარ შეგიძლია ისარგებლო ონლაინ სერვისებით, აღარ შეგიძლია მიიღო შემოწირულობები ან დონორული დახმარება ანგარიშებზე და ეს ართულებს ცხადია ორგანიზაციების საქმიანობას. ბევრი მათგანი შეიძლება საერთოდ გაჩერების წინაშეც დააყენოს, თუმცა ჩვენ ეს იქნება ორგანიზაციის ფორმით, ეს იქნება ორგანიზაციული სხვა ფორმებით და შეიძლება ეს იყოს საინტერესო ჯგუფების ფორმით ვეცდებით მანამდე, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება იმ საქმის კეთება გავაგრძელოთ, რაც აქამდე ვაკეთებდით. ეს არის უფასოდ დავეხმაროთ იურიდიული მომსახურებით ადამიანებს, ვისაც ეს ჭირდება და რომელსაც ხშირ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფო ავიწროებს, დავეხმაროთ ადამიანებს, რომელსაც სხვადასხვა სერვისები ჭირდებათ და მოვახერხოთ და ვიკვლიოთ კორუფციის ფაქტები, რომელსაც სწორედ ჩინოვნიკები არიან ჩართული ამ ამბებში და ასევე ვეცადოთ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წუთას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ვიზო მიმოსვლა, რომელიც ყველაზე ხელშესახები სარგებელი იყო, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიუღია საკუთარ განვითარების გზას. აი ამ ვიზო მიმოსვლის გააუქმების საფრთხეს დაუკავშირეთ ორგანიზაციებმა თავიდანვე, ხომ ეს ქმედება ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, რამდენიმე
რამდენიმე დღე, როდესაც უნდა იყოს ამაზე მსჯელობა უკვე და შესაძლოა რეალურად დადგეს ქვეყანა ამის წინაშე, რომ გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა, რაც მართლაც დიდი მონაპოვარია ქვეყნისთვის. როდესაც არც ერთი პირობა ისედაც არ შეუსრულებია ქართულ ოცნებას, რაც იყო მოთხოვნილი იმისთვის, რომ თუნდაც პოლიტიკური ნების გამოხატვა იყო საკმარისი იმისთვის, რომ შესაძლოა ეს პერსპექტივა ცოტა ხანი მაინც გადავადებულიყო და უვიზო მიმოსვლა დარჩეს. არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ დიდი მოლოდინია, რომ სწორედ გაუქმდება ეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ ისედაც ცხადი იყო, რომ ქართული ოცნება პირობებს არ ასრულებს. ახლა ეს დამატებითი რეპრესიები რატომ დასჭირდა? ერთი ის, რომ გასაგებია, რომ ამით ცდილობს თქვენ გაჩუმებას, რომ თუ უვიზო გაუქმდა, თქვენ გექნებათ ძალიან კრიტიკული პოზიცია, ძალიან ისეთი ანალიზი, რას მოჰყვა და ქართული ოცნების ქმედებებმა როგორ გამოიწვია ამ უვიზოს გაუქმება, მაგრამ ისედაც ქართული ოცნების ქმედებები ამას ადასტურებს, რომ მათი ამ პოლიტიკის გამო ქვეყანას წაერთმევა ალბათ ეს პერსპექტივა, მოლოდინი არსებობს. ამ რეპრესიების გაძლიერებით რატო უნდა, რომ შემთხვევით ევროკავშირმა არ გადაიფიქროს და თუ აი რას ქართული ოცნებისთვის სერიოზული დაბრკოლებაა ის, რომ ის ვერ ახერხებს მთელი საზოგადოების გაბრუებას საკუთარი რუსული სტილის პროპაგანდით. ეს არის მისი სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ პროპაგანდის მეთოდები, მანქანები, მექანიზმები, რომელსაც ამუშავებს და ხარჯავს ასობით მილიონ ლარს ყოველწლიურად, ვერ აღწევს სასურველ შედეგს. ჩვენი მოსახლეობის 80% კვლავ ხარს უჭერს ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანებას. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, სრული უმრავლესობა, კვალიფიციური უმრავლესობა, კარგად ხვდება ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ კი საქართველოში უვიზო მიმოსვლა საფრთხე შეექმნება და ცხადია ეს არის ხელისუფლება. საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რა არის მიზეზები, რატომაც შესაძლებელია ესეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. და სწორედ ეს მათ მიერ ეს თქვა დასახელებული ეს მიზეზები არასდროს შეესაბამება იმას, რასაც ესე ურცხვად ეთერებში დამდგარი ქართული ოცნების პოლიტიკოსები საზოგადოებას უყვებიან. ამიტომ ვინ არის ამ გზაზე დაბრკოლება? ხო, ეს არის დამოუკიდებელი მედია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალები. სწორედ მათზე იერიში და მათი საბოლოო მოსპობა და განადგურება ფიქრობს ქართული ოცნება, რომ იცემს საშუალებას, რომ უფრო ვილად მოახერხოს საქართველოს მოქალაქეების გაცურება, მოტყუება და პროპაგანდის ეს ვთქვათ მორებში ჩათრევა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო დღეებში ძალიან აქტიურად დავიწყეთ საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რა ვალდებულებები ქონდა საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, რომელიც de facto გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არის დაუფლებული არალეგიტიმურად ჩემი შეფასებით ხელისუფლებას 2024 წლის ევროკავშირის ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის შესაბამისად, სწორედ ამ ანგარიშს ეფუძნება შეკითხვები, რომლებიც მათ გამოეგზავნა, თუმცა ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო გაცილებით უარესი პერიოდი, ეს იყო 2024 წლის მიწრული და 2025 წლის მთელი მიმდინარე პროცესი, თავის გაუარესებული კანონმდებლობით, უფრო მეტი დაკავებული ადამიანით, გაზრდილი ჯარიმებითა და რეპრესიის ძალიან მაღალი შედეგით. მათ შორის იმით, რომ ოპოზიციური პარტიების ფაქტობრივად ყველა ლიდერი ან ციხეში, ან ქვეყანა აქვს დატოვებული სწორედ ამ მიზეზების გამო, ხო? ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოების კავშირი, სადაც ხელისუფლებები, რომლებიც სახელმწიფოებს ყავთ, ერთი მხრივ დემოკრატიული გზით არიან ხოლმე არჩეულები და მეორე მხრივ ეს ხელისუფლებები მიიჩნევიან, რომ წარმოადგენენ სახელმწიფოებს ამ ურთიერთობებში და როდესაც ევროკავშირი ხედავს, რომ შენ აბსოლუტურად შეუსაბამო ხდები ევროკავშირის ფასეულობებთან, როდესაც ქვეყანაში უარყოფილია დემოკრატია, როცა სიტყვის თავისუფლება არის სრულად შეზღუდული, ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის ეს იწევს მათგან ტექნიკურ, თუნდაც ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებას და თქმას, რომ ჩვენ ერთგული დავრჩებით ჩვენი ფასეულობებით და ვერ დაუშვებთ სახელმწიფოს, რომელიც და სახელმწიფოს მოქალაქეებს ჩვენთან, რომელიც სახელმწიფოს გასულია მთლიანად ამ ჩარჩოდან. ამიტომ პასუხისმგებელი ამაზე კიდევ ერთხელ ხაზმასით უნდა ვთქვათ, არის ქართული ოცნება და ეს რითაც დაზარალდება ქართული ოცნების ამ ქცევის გამო, როგორც დაზარალდება მოქალაქეები, ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს მინდა ვთქვა. ეს არ არის მხოლოდ ვიზის რიგში დგომის საკითხი. ეს არის გაცილებით ფართო საკითხი. შეეხება ძალიან ბევრ ოჯახს, შეეხება ოჯახურ ურთიერთობებს, როცა აი კარგად გვახსოვს უვიზო მიმოსვლამდე დედები შვილებს ვერ ნახულობდნენ, აწლები ვერ ნახულობდნენ ოჯახის წევრები ერთეულებს და უვიზომ ეს შესაძლებლობა გააჩინა. ეს შეეხება ბიზნესებს, რომლებმაც კონტაქტებისთვის, მცირე ბიზნესებმა კონტაქტების აწყობა შეძლო. ეს არის დაუყოვნებლივ სამკურნალო შესაძლებლობა, ეს არის. შეიძლება ვიზა მიიღო შენ, მაგრამ ხანდახან იმდენად გადაუდებელი სიტუაცია, რომ არ გაქვს უფუნება ერთი თვე რაღაც ვიზის რიგში იდგე, ხო? ეს არის ესე ვთქვათ, განათლების საკითხები, ხო? აი რამდენი პროფესიონალი ადამიანი მიდის კონფერენციებში
პროვინციას ესწრება, ცოდნა მოაქვს და ამ ცოდნას ახმარს საქართველოს მოქალაქეებს. ეს იქნება სამედიცინო სფეროები, თუ ეს იქნება სხვა სფეროები, ხო? აი ესეთ საკითხზეა საუბარი და რაც ყველაზე მთავარია დიდ სურათში ეს ნიშნავს, ხო? ეს ნიშნავს, რომ როგორ მიშედიხარ შენ ევროკავშირში, როგორ მიდიხარ მშვიდობის კავშირში, ან კეთილდღეობის კავშირში, როდესაც მასთან არსებულ უბიზოურ მოსვლასაც დაკარგავ როგორც სახელმწიფო. ეს იქნება ქვეყნის სრული იზოლაცია და ეს არ არის შემთხვევითი შედეგი, რომელიც უნდა ქართულ ოცნებას. ეს არის მიზანმიმართული შედეგი, რომელიც სურს ქართულ ოცნებას, საქართველოს აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში, მარტო პირისპირ რუსეთთან ერთად. თუ ელით რომ ამ რეპრესიების მასშტაბი კიდევ გაიზარდოს, მაგალითად გუშინვე გაჩნდა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმაზე, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ აქციების მონაწილეებს და შესაძლოა უცებ აღმოჩნდეს, რომ ეს ადვოკატირება, სამართლებრივი დახმარება, ადამიანები, ვინც ამაში არიან ჩართული, ისინიც გახდნენ, ასე ვთქვათ, დამნაშავეები ოცნების ლოგიკით. ახლა ხო ჩვენ არ ვსაუბრობთ კანონებით როგორ არის და სამართლით როგორ არის რაიმე. უბრალოდ ხელისუფლება ცდილობს ნებისმიერი კანონი, რომელიც არსებობს, მოაბას ყური იმ მხრიდან, რომელიც მას ეხლა პოლიტიკურად ესაჭიროება და გამოიყენოს როგორც რეპრესიული ინსტრუმენტი. თორე ცხადია, არ შეიძლება რაიმე სახის პასუხისმგებლობას იწვევდეს ვინმეს მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის უდანაშაულო, ისინი არიან საქართველოს სიყვარულთვის ციხეში, იყვნენ დაპატიმრებულები ან ადმინისტრაციულად დაჯარიმებული ამის გამო, არიან ნაწამები ამის გამო და სწორედ ამ ადამიანების დახმარება ჩვენ გვიამაყება. იმიტომ ამ ადამიანებმა უფრო მეტის გაღება შეძლეს საქართველოსთვის, ვიდრე თუნდაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ვახერხებთ დღემდე. ამიტომ ჩვენთვის ეს საქმე საამაყოა, ხელისუფლება არას გადაწყვეტს, გასაგებია, იმიტომ რომ მათთვის სერიოზული საფრთხე არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ადამიანებმა იციან საქართველოში, რომ ჯერ კიდე არსებობენ სხვები, ვისაც მათი დახმარება შეუძლიათ და არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ სიმართლე გააგონონ დანარჩენ საზოგადოებას. ამიტომ ჩვენ ამაში ვხედავთ ერთი მხრივ კი იმ საფრთხეს, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩვენს მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ ჩვენ ძალას, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ ხელისუფლებას ცხადია ჩვენი ძალა ძალიან აწუხებს. და მთავარი ანალოგია გაჩნდა რუსულ რეალობასთან, ხომ? გუშინვე გაკეთა განცხადებები ამ მალევე, რომ მხოლოდ რუსეთში ერჩიან, ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მე ვიტყოდი არა მხოლოდ რუსეთში, რა ვიცი, ბელორუსიც იგივე მაგალითია, მაგალითად რატო არის ის განსხვავებული, ან აზერბაიჯანიც, ხო? სადაც არ არის, სადაც თავისუფალი სიტყვა არის ხელისუფლებისთვის საშიში, იქ ებრძვიან, ხო? იმიტომ რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო ერთი ხაზი ბრძოლის, ხო? ეს არის შეზღუდვები, რომელიც თქვენ დაგიწეს ეს მედიას, მრავალ მხრივ დაგიწეს ეს შეზღუდვები, მათ შორის კანონმდებლობით, ხო? რაღაც ცენზურის დაწესების ცდელობა. ეს არის მრავალმხრივი პროცესი. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ხელისუფლება სურს მართლობის მოდელი, რომელიც აქ იქნება, იყოს ისეთი, რომელთაც შენ არ გექნება პერსპექტივა და მომავალი ევროკავშირში. ეს არის მისი სურვილი. ამიტომ დარჩები მე შენ თუ ეს ესე მოხდა ბოლომდე ეს დიდი ხანი გაგრძელდა იზოლირებული დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსგან და ჩვენ უნდა გვახსოვდეს როგორი იყო საქართველოს, როდესაც ის იყო იზოლირებული. ხალხს დაავიწყდა მე მგონი რაღაცები. გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც საქართველოს იყო მარტო. როდესაც მას არ ყავდა მეგობრად ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც მას არ ყავდა მეგობრად ევროკავშირი. როდესაც ადამიანებს პურის ყიდვა უჭირდათ მაღაზიაში და რიგებში იდგნენ, პურის გამოიდგნენ რიგებში. როგორი იყო ჩვენი თავდაცვის ძალები? ჯარისკაცებს ფეხსაცმელი არ ეცვათ, ფეხზე სხვაზე აღარ ვლაპარაკობ. როგორი იყო ჩვენი საჯარო სექტორი? როგორი იყო ჩვენი ინფრასტრუქტურა? როგორი იყო ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური? ეს ადამიანებს დაავიწყდათ და ყველაფერი ეს რომ გვაქვს დღეს არის სწორედ იმიტომ რომ დასავლური სახელმწიფოები გახდნენ ჩვენი მეგობრები, მათ გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება. ამაზე აქ საუბარი, ეს არ არის მარტო მხოლოდ კიდევ იზა, ეს არის ევროპული გზა. დიახ, და ცოტა დრო დაგვრჩათ და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი განწყობა, რომელიც ახლა გაქვთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გააგრძელებთ თქვენ საქმიანობას. ძალიან რთული იქნება ალბათ ის პრობლემები, რა რეალობაც თქვენ შეგექმნათ, დაყადაღებული ანგარიშები, არ ვიცი, მაგრამ თქვენ მაინც აპირებთ ხომ, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა. თუ გაქვთ რამე ალტერნატიული გეგმა, თუნდაც ამ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, თუ ეს იქნება სრულად ენთუზიაზმზე დაფუძნებული საქმიანობა. ეს მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცას გონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სამსახურია ვიღაცისთვის. ესე არ არის. სიამოვნებაში ადამიანები, რომლებიც ამ საქმეებს ვიწყებდით, ჯერ გქონდა იდეები, რომელთა რეალიზებაც გვინდოდა, ხო? მაგალითად, ორგანიზაციაში, რომელშიც დღეს საქმიანობ და ჩემთან ერთად საქმიანობენ და შრომობენ სხვა ადამიანები, მათ გვაერთიანებს საერთო იდეალები. ეს იდეალები არის, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია დაცული. ეს იდეალები არის, რომ ადამიანის ხმა, როცა ის მიდის არჩევნებზე, იყოს პატიოსნად ასახული, მისი გადაწყვეტილება პატიოსნად
დაისახებოდეს მანდატებში. ჩვენი იდეალია, რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი, რომელიც ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა, იყოს კეთილდღეობა, ოჯახები ცხოვრობდნენ შეძლებულად და იყოს სამართლიანობა. აი ეს არის ის იდეალები, რომელთაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ორგანიზაცია შეგვექმნა. ორგანიზაცია თვითმიზანი არ არის, ორგანიზებულობის სხვა ფორმებიც არსებობს, ხო, მაგალითად შეიძლება იყოს საინიციატივო ჯგუფი, შეიძლება იყოს რაიმე სხვა ფორმა. ამიტომ უბრალოდ ეს მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ სანამ ჩვენ ეს ადამიანები ვარსებობთ, ფიზიკურად ვარსებობთ, ჩვენ ამ ბრძოლას ვერ შევწყვეტ. ეს იქნება ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის გარეთ საინიციატივო ჯგუფების სახელით, ჩვენამ საქმის კეთებას გავაგრძელებთ. რა ვიცი, ეს ეხება სხვა ორგანიზაციებსაც, ეს შეეხება მაგალითად, რა ვიცი, საფარი ავიღოთ, ხო, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს. ამ ადამიანებისთვის სამსახური კი არ არის ეს პირველ რიგში, ეს არის ფასეულობა. და ეს ადამიანები, ვინც ამ პროცესში ჩართულები იყვნენ, ისინი ამას ფასეულობების გამო აკეთებენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძნელია გაიგოს ივანიშვილმა, იმიტომ რომ მისთვის ფასეულობები არ არსებობს. მას არ შეუძლია უყვარდეს სახელმწიფო, მას არ შეუძლია უყვარდეს საკუთარი ხალხი. მას შეუძლია უყვარდეს ფული და ის არის გაზრდილი სწორედ ამ რუსული კრიმინალური მენტალიტეტის ქვეშ, რუსეთში. 90-იანი წლების რუსეთის მენტალიტეტი აქვს. ამიტომ აი ეს არის განსხვავება, მიტომ არ ესმის მას. აქ ერთ-ერთი ცნობილი ინტერვიუში გახსოვთ კიდეს თქვენს, რომ ვერ იგებენო ეს ხალხიო და მაინც თავის ეჯახებიან. ეს არის ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავება. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, მადლობა პასუხებისთვის. გიორგი მშვენიერაძე, დემოკრატიის მცველების ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი.